ღორის კანისგან ბიოინჟინერიით დამზადებული თვალის რქოვანათი მეცნიერება 20 უსინათლო პაციენტს მხედველობა დაუბრუნეს. ეს მიღწევა 2022 წლის აგვისტოში განხორციელდა. აქედან 3 პაციენტი არამხოლოდ განიკურნა სიბრმავისგან, არამედ სრული 20-20 მხედველობა აქვს. შვედეთის ლანჩეპინგის უნივერსიტეტის მკვლევრების განცხადებით, ამით დაწნეული იქნება რქოვანას ქსოვილის დონაციის დეფიციტის პრობლემა. ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 12.7 მილიონი ადამიანი კარგავს მხედველობას რქოვანას პრობლემების გამო და ამ ხალხისგან 70-დან მხოლოდ 1 ახერხებს რქოვანას გადანერგვას. აღნიშნული ახალი მეთოდიკი ყველა მათგანისთვის მხედველობის დაბრუნებას ნიშნავს. როდის დაინერგება ფართობის მედიცინაში, ეს ჯერ დადასტურებებსა და ნებართვებზეა დამოკიდებული. რას უნდა მოვერიდოთ ჭექა-ქუხილის დროს? რამდენიმე რჩევა ფიზიკოსი მეცნიერებისგან. ელვის და ჭექა-ქუხილის დროს არასოდეს მიიღო ჩხაბი და არ დარეცხოთ ჭურჭელი. ასევე არ უნდა შეეფაროთ ხის ქვეშ. არ უნდა დადგეთ ფანჯარასთან ახლოს და არ უნდა ისაუბროთ ხაზის ტელეფონით. მობილური შედარებით უსაფრთხოა. ეს ყველაფერი იმისათვის უნდა გავითვალისწინოთ, რომ თავიდან ავირიდოთ მეხის დაცემა. უახლესი მონაცემებით მსოფლიოში ყოველ წელს დაახლოებით 24,000 ადამიანი იღუპება მეხის დაცემით, ხოლო 240,000 ადამიანი იღებს ხოლმე სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებას. ახლახან ჩატარებული კვლევის შედეგად მეცნიერები ფიქრობენ, რომ ალცჰაიმერის ამ განუკურნებელ დაავადებას შესაძლოა ჰერპესისა და ჩუტყვავილას ვირუსების შეამხანაგება იწვევდეს. ეს კვლევა 2022 წელს გამოაქვეყნეს ტაფსისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა. ამ ორი ვირუსის ტანდემს შეუძლია ხელი შეუწყოს იმ ცილების ჭარბ რაოდენობას, რომელიც დამახასიათებელია ალცჰაიმერისათვის დამახასიათებელი ტვინის ლაქებისთვის. დანარჩენი ინფორმაცია მეტად სამედიცინოა, რისი გაშიფრვაც ჩვენთვის არაფრის მომტანი იქნება, თუმცა დავალოდოთ შედეგებს.